გრძელდება ჩვენი მოგზაურობა საქართველოში. როდესაც საქმე ეხება საქართველოში მოგზაურობას, ეს იქნებიან გიდები, მოგზაურები თუ მოლაშქრეები, რეგიონების მიხედვით უმეტესად ვიცით ძირითადი ადგილები, მაგრამ ამის მიღმა კიდევ არაერთი ღირსშესანიშნაობაა ხოლმე, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. შეიძლება ეს რიცხვი 30-ჯერ, 50-ჯერაც კი აღემატებოდეს იმ ცოდნას, რაც იმ კონკრეტული რეგიონის შესახებ გაგვაჩნია. დღეისთვის გადავწყვიტე კასპიის მუნიციპალიტეტში ვიმოგზაურო, რომელიც ასე ზოგადად ცნობილია თავისი ქვათახევის მონასტრით, მეტეხით თუ რკონით. მაგრამ როგორც გითხარით, ამ შემთხვევაშიც აქ უამრავი სანახავი ადგილია. ეს იქნება ციხესიმაგრეები, ტაძრები, არქეოლოგიური ძეგლები თუ სხვა. ალბათ შემდგომ კადრში ჩანს ერთ-ერთი განსაკუთრებული ციხესიმაგრე, არა მხოლოდ კასპიის მუნიციპალიტეტში, არამედ მთლიანად საქართველოში, რომელიც არის დრისის ციხესიმაგრე და სწორედ აქ დაიწყება ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა. ძალიან ცოტა დარჩა იქამდე მისასვლელად, ამიტომ გავაგრძელებ გზას და ადგილზე მოგიყვებით მის შესახებ. დრისის ციხე კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით, მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, შემაღლებულ კლდის თავზე მდებარეობს. აქ მხოლოდ ორჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ მახსოვს ის პირველი ემოციები, რაც მისი ნახვისას განვიცადა. ერთია, როდესაც ცნობილ ციხესიმაგრეზე ადიხარ, სადაც კიდევ უამრავი მოგზაური გვხვდება და მეორე, ხალხისგან დაცლილი ციხეზე ლაშქრობ. ამ დროს ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პირველი ხარ, ვინც ეს ციხესიმაგრე აღმოაჩინა. თუ მაღალი გამალობის მანქანით მოდიხართ და Google-ის რუკას მოყვებით, მოგიწევთ მდინარე თეძამის გადაკვეთა და ამის შემდეგ რუკა გაგიშვებთ დასავლეთით მარცხენა მიმართულებით. აქედან ასასვლელი ციხესიმაგრეზე საკმაოდ ციცაბო და სახიფათოც არის, ამიტომ არ გირჩევთ და მეც არ გავუყევი ამ გზას. მეორე ვარიანტია წახვიდეთ აღმოსავლეთით მარჯვენა მხარეს, შემოღობილ სივრცეებს გაივლით და მიხვალთ იმ ბილიკზე, რომელიც მოგიყვანთ აქ. თუ მაღალი გამალობის მანქანით არ ხართ და ზემოთ დატოვებთ მანქანას ნიშნულთან, დაბლა ჩამოსვლის შემდეგ ხიდს დაინახავთ, გადაკვეთავთ მდინარეს ამ ხიდის საშუალებით და უკვე თქვენ სამ ბილიკზე დაადგებით. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ 300 მეტრი გამოვიარეთ, რომ ამ ციხესიმაგრის მისადგომებთან მოვსულიყავით. უშუალოდ ციხეზე ამოსასვლელად ცოტა ცოცვაც დაგჭირდებათ, ამიტომ გაითვალისწინეთ, კარგი ფეხსაცმელი გქონდეთ, მოჭიდება კარგი რომ გქონდეს, ვინაიდან ახლა ცოტა ნამიანია და საკმაოდ სრიალა ზედაპირი იყო. როგორც ხედავთ, უკვე ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ვარ, რომელიც თორელების მიერ არის აშენებული მე-12 საუკუნეში. მას უწოდებენ თამარის ციხესაც და ჯავახანთ ციხესაც, ვინაიდან ფეოდალურ ხანაში ამ ციხესიმაგრეს განაგებდნენ ჯავახიშვილები და სახელიც ჯავახანთ ციხე აქედან გამომდინარეობს. ფაქტობრივად ახლა ციხესიმაგრის შესასვლელში ვარ, სადაც არაერთი დანიშნულების ნაგებობაა, ამიტომ ახლა გავაგრძელებ გზას სამ მიმართულებით და ერთად დავათვალიეროთ. შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მარტივია, მაგრამ ზოგიერთი ნაგებობის მოსანახულებლად ცოტა ძრომიალი მოგიწევთ. ციხესიმაგრის რიგი მონაკვეთები ჩამოშლილია, რაც გადაადგილებას ართულებს. თუმცა დაძლევადია. მთავარია ფრთხილად გადაადგილდეთ. ამ კომპლექსის შემადგენლობაში შედის კოშკი, ეკლესია, ციხესიმაგრე, რა თქმა უნდა და ბოლოს მოვდექით სასახლეს, რომელიც საკმაოდ შელახულია სხვა ტერიტორიებთან შედარებით, იმიტომ რომ შემოსვლისთანავე ეკალბარდებია სამწუხაროდ, რომელიც მთლიანი ტერიტორია დაფარულია და არ გვაქვს შესაძლებლობა რომ ასე კარგად დავიცოთ მთლიანი ეს ტერიტორია, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა კედლებს შევხედოთ და წარმოვიდგინოთ თუ როგორ გამოიყურებოდა დაახლოებით.
მთელ ამ კომპლექსში ყველა შენობა აშენებულია რიყის ქვითა და ქვიშაქვით, გარდა ეკლესიისა. რაც შეგვიძლია ვთქვათ, პირველი დანახვისთანავე არის ის, რომ რამდენიმე სართულისგან შედგებოდა ეს, აი ამ ტერიტორიაზე არის ქვერვის ნაშთებიც, ყველაზე ცუდი რაც არის, აქ არსებული ეს ბუჩქები და ხეები დროს უწყობს ხელს, რომ დაანგრიოს გალავანიც, კედლების და მთლიანი ეს ტერიტორია. კიდევ ერთხელ დავნიშნო, რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ეს ციხესიმაგრე თავისი ისტორიითაც და ზოგადად ფიზიკურადაც როგორც გამოიყურება, როგორც ქვედა ნაწილიდან, მთლიანი ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიაც საკმაოდ შთამბეჭდავია და ცუდია, რომ ასეთ მდგომარეობაშია. მე კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ ამ ციხესიმაგრესაც სხვა ციხესიმაგრების მსგავსად მომავალში მოუვლით, უპატრონებთ და ძალიან ბევრი ქართველიც ნახავს და ჩვენი მოქალაქე, თანამოქალაქეც და უცხოელი ტურისტებიც გაეცნობიან მას. დრისის კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ასეთი მიუდგომელი ციხე რთული ასაღები იყო მტრისთვის. მართალია ბევრი მიუდგომელ ციხეს ხვდებით საქართველოში, მაგრამ თითოეული მათგანი უნიკალურია, ვინაიდან ისინი კლდეების რელიეფის შესაბამისად არის აშენებული. მათ შორის დრისის ციხე ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ციხესიმაგრეა. როგორც გვეკითხარით, კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი შენობა არის ეკლესია, რომელიც დარბაზულია და წმინდა გიორგის სახელობისაა. ის სხვა ნაგებობისგან განსხვავებით აშენებულია მწვანე ტუფის კარგად თლილი ქვით, მაგრამ ერთადერთი რაღაც, რაც უცხო არის პირადად ჩემთვის და არ მახსენდება სხვა ეკლესიაში ასე მენახოს, არის დარბაზში განთავსებული ეს ჭა, რომელიც 4-5 მეტრი სიღრმის იქნება, ყველაზე მცირე, რომელსაც სათავსოდ იყენებდნენ. ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი აქვს საკურთხევლის მოპირდაპირე მხარეს დასავლეთ ნაწილიდან და მინდა გითხრათ, რომ სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით საკმაოდ კარგად არის შემონახული. როგორც ერთად ნახეთ, საკმაოდ საინტერესო ციხესიმაგრეა, მდიდარი ისტორიით. მაგრამ ამას გარდა საოცარი ხედები იშლება მდინარე თეძამის ხეობაზე და გარშემო არსებულ მთებზე. განსაკუთრებით კი ამ პერიოდში, რადგანაც კვლავ შენარჩუნებული ეს შემოდგომის ფერები. ახლა კი დროა შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ გავემართოთ. კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლში მდებარეობს. ის მდინარე მტკვრის ორივე მხარესაა გაშენებული. როგორც ცალკე რაიონი, ის 1930 წლიდან არსებობს. მანამდე კი სხვადასხვა დროს თბილისის და გორის გუბერნიებში შედიოდა. კასპის მუნიციპალიტეტში იმდენად მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებია, რომელთა ასაკიც ხშირ შემთხვევაში 1000 წლეულებს უტოლდება, რომ რწმუნდებით, რამდენად მდიდარი მხარეა. დღეს უმეტესწილად არქიტექტურულ ძეგლებს მოვინახავთ. აკვედუკები ევროპაში მიღებული პრაქტიკა იყო, რომლის მეშვეობითაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაჰქონდათ წყალი. ძირითადად წყალს ეკაჩებოდნენ დიდი ქალაქებისკენ ან
მნიშვნელოვანი დასახლებისკენ. ჩვენც არაერთი მოგვინახულებია, რომელთაგან ორს გამოვარჩევ, ერთი რომელიც ნიმში მოვინახულეთ, პონდიუგარი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში აშენებული და მართლაც შთამბეჭდავია და თუ იმოგზაურებთ სამხრეთ საფრანგეთში საოცრად მოვინახულოთ და მეორე უკვე საბერძნეთში, ქალაქ კავალაში, რომელიც მოგვიანებით არის გაკეთებული ოსმალების მიერ მე-16 საუკუნეში. მაგრამ რამდენადაც საინტერესო არ უნდა იყოს, ჩვენს გვაქვს საქართველოში აკვედუკის ხიდი, სოფელ ხოვლეში, სწორედ კასპის რაიონში და გადავწყვეტი აქ მოვსულიყავი. ახლა სწორედ ამ ხიდს უყურებთ და გეტყვით თუ როგორ არის შესაძლებელი აქ მოხვიდეთ. არ ენდოთ ბოლომდე Google-ის რუკას, ვინაიდან არასწორი გზებით მიხვალთ და საბოლოო ჯამში ჩიხში აღმოჩნდებით. ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ან სატელიტური რუკა, ან ბოლოს უკვე თუნდაც სოფელში შემოხვალთ, ადგილობრივებს ვკითხოთ და კარგად მიგასწავლიან. ისე ჩვენ ამოვედით სასაფლაოს მხრიდან. ახლა უკვე დაბლა ჩავალ და ადგილზე მოვინახულოთ. სოფელ ხოვლეში, სადაც ეს ხიდი მდებარეობს, ჯავახიშვილები მე-13 საუკუნიდან მკვიდრობენ, მაგრამ უშუალოდ ამ ხიდს მე-17-18 საუკუნეში აშენებდნენ. მისი მასშტაბების შესახებ რომ გითხრათ, სიგრძე არის 30 მეტრი, სიგარე მხოლოდ 1 მეტრი, ხოლო სიმაღლეში არის 9 მეტრი. შესაძლოა რიცხვები გრანდიოზულად არ ჟღერს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ხევიდან როცა უყურებთ, მარტივად შესამჩნევია, რომ ხიდს დაქანება აქვს მიცემული. თურმე წარსულში ორივე მხარეს ქვევრივით ჭურჭელი ყოფილა, სადაც დაგროვებული წყლის გაფილტრა ხდებოდა, ხოლო შემდეგ უკვე გადანაწილება და მიწებისა და სამფლობელოების წყლით მომარაგება, საიდანაც უკვე მიწების აზრდოობდა. გადმოცემით ვიცით, რომ აქ ხევი იყო, მდინარე გადიოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ პატარა ნაკადულიღაა შემორჩენილი. ამ ხიდს მეორენაირად ქვახიდას სახელით ვიცნობთ, მაგრამ ადგილობრივები ბეღლარსაც ეძახიან. არ მახსენდება ასეთი ხიდი მენახოს საქართველოში, ამიტომ პირადად ჩემთვის მართლაც განსაკუთრებულია. ნაგებობის ცენტრალური მალი შეისრული მოხაზულობისაა. გვერდითა თაღები კი ნახევარწრიული. თაღებს შორის ერთი წრიული ღიობია გაჭრილი. ხოლო აკვედუკი ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. დროთა განმავლობაში დაზიანდა, მაგრამ 2015 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია და დღეს კარგად გამოიყურება. გამოცდილება მიჩვენა, რომ ზოგიერთი ადგილის მითითებისას GPS მცდარი მიმართულებით მივყავა. ამ დროს უმჯობესია ადგილმდებარეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან დაზუსტება, რაც დროსა და რესურსებს დაზოგავს. თუმცა არ სამ შემთხვევაში გაგიმართლებს ყოველთვის. ამჯერად კი გამიმართლა. გამარჯობა. კოშკზე ესი ავალ? არა, ვიღა. აბა საიდან შეიძლება? ისე უკან ჩად. დიახ. პირდაპირ და ხელმარცხნივ ასფალტიანი გზამედის და როგორც შემოხვედით. კი ბატონო. ანუ ესე გავაგრძელებდა და მე მარცხნივ ავხიო. ო, აქ პირდაპირ და ასფალტიანი გზამედის რა. კი ბატონო. კარგით, მადლობა დიდი. ცენტრი ხო შეგუდება ბირჟა არის იქა და იმას უნდა გასცდე და მე მარცხნივ ავხიო და კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. აი ხარ.
ამოვოდი სოფელ ნოსტეში, რომელიც არა მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის ისტორიული და ერთ-ერთი მშვენიერი სოფელია. სადაც ახლა ვიმყოფები, ეს არის სააკაძეების რეზიდენცია, რომელიც სოფელ ნოსტეს თავზე მდებარეობს. მე-15 საუკუნიდან სააკაძეები იწყებენ თავიანთი მამულების გაფართოებას, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც გიორგი სააკაძის მამას, ისე მის ბიძებს. თუმცა თავდაპირველად მათი სამამულო რეზიდენცია იყო სოფელ ფელეში და კიკანთბერში, მაგრამ მოგვიანებით გიორგი სააკაძეს თავისი რეზიდენცია გადმოაქვს სოფელ ნოსტეში. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ამ სოფელს ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან აქ გადიოდა გზები, რომელიც აკავშირებდა ქართლის სხვა რაიონებს და ასევე მეფის რეზიდენციას. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია დაზიანდა, აქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩენილია არაერთი არტეფაქტი. როგორც ხედავთ, მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მხოლოდ ეს კოშკია რესტავრირებული. თავდაპირველად მეგონა ერთი კოშკი და მცირე ტერიტორია იქნებოდა, მაგრამ იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეზიდენციის მნიშვნელობას. როდესაც შიდა ქართლში ვარ ან ახლო-მახლო, დამავდროულად კარგი ამინდია, ყოველთვის ვცდილობ 1-2 საათი გამოვნახო, რომ სოფელ კავთისხევში ან ახლო-მახლო მიდამოებში ამოვიდე, ვინაიდან ასეთ პირობებში გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ ყაზბეგის მყინვარწვერი, ჭაუხები, რა თქმა უნდა, სხვა მთები და ჩვენი სიამაყე კავკასიონი. დღეისთვის ჭაუხები ასე თუ ისე ჩანს, მყინვარწვერიც, მაგრამ სამწუხაროდ წვერი დაფარულია. ამის მიუხედავად არაჩვეულებრივი ხედებია და ვინ ჩემს გადაცემებს ხშირად უყურებთ, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის კარგი ხედზე ყოფნა და ალბათ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი ჩემთვის, ვინაიდან აქედან გვაქვს არაჩვეულებრივი პერსპექტივა. აი რომ წარმოიდგინოთ თქვენს რომ შეხედოთ, აქ არის სახლები, რომელიც ხეებშია ჩარგული, შემდეგ არის ველები, ყავისფერი მთები, რომელიც მზისგან ჩაბნელებულია, მაგრამ სილუეტებია ძალიან ლამაზი და შემდეგ უკვე დათოვლილი კავკასიონი. მართლაც არაჩვეულებრივი პერსპექტივაა და ძალიან გამიმართლა, რომ ცვალებადი ამინდის მიუხედავად, რომელიც დღეს გვაქვს, აი ცოტა ხნით მაინც ასეთი მშვენიერი ამინდი გამოვიდა და დავტკბი ამ ხედებით. დავიძარე შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. ნოსტეში ვახსენე სოფელი კავთისხევი, რომელიც წლიდან წლამდე პოპულარული ხდება, როგორც დამთვალიერებლებში, ისე დამცველებლებში. კავთისხევი მდიდარია მრავალი ღირსშესანიშნაობით. იმდენად, რომ ერთი გადაცემის ჩაწერაც კი შესაძლებელი. მომავალში აუცილებლად მოვბრუნდები და მას უკეთ გაგაცნობთ. კარგი მდებარეობის და ხედების გამო მომრავლად დასასვენებელი და სააგარაკო სივრცეები. ახლა ერთი ეკლესიის მოსანახულებლად მივდივარ და როდესაც რუკაზე ვამოწმებდი ადგილებს, ერთი ადგილი შევამჩნიე, სადაც ეწერა ასეთი წარწერა, რომ ეს არის ძლევის ქედის თამარის სავარძლები. და აი ამ ორ ქვის სავარძელზეა ლაპარაკი. სადაც ჩამოვჯდები ახლა. საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და კარგია იმ კუთხით, რომ მთელი ხედი მოჩანს სოფლების. ლამაზ ხებში როგორ არის ჩაფლული ეს სახლები. ინფორმაცია ვერ მოვიძია ამ ადგილის შესახებ თუ რატომ ქვია, მაგრამ ალბათ უფრო ეს იმას უკავშირდება, რაიმე ადგილისთვის მნიშვნელობა რომ მიეცათ თამარის სახელს რომ იყენებენ. რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ჩამომჯდარა აქ, დაუსვენია და ამ ხედების დამტკბარა. წვიმა მაინც და მაინც არ მომწევს იმის საშუალებას, რომ მეც ასე დავტკბე დიდხანს, ამიტომ დაბრუნდები მანქანისკენ და გავაგრძელებ ჩემ გზას.
კლდის ქვაში ნაკვეთ ამ სავარძლებს საზურგეები წევთ. არსებობს გადმოცემა, რომ ჯარის შეკრების დროს თამარ მეფე ჯდებოდა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო მარცხენაზე ზაქარია მხარგრძელი. თუ მოვიშველიებთ ვახუშტის ინფორმაციას, რომ ახლოს მდებარე სოფელ თვალივში მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია არსებობდა, შესაძლოა სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს თქმულებაც. ძლევის ქედის დასახელება საიდან მოდის, დაზუსტებული ინფორმაცია ვერ მოვიძია ვერც ადგილობრივებში და ვერც ინტერნეტ სივრცეში. ფაქტია, სახელი რაღაც გამარჯვებასთან ასოცირდება, რაღაცის ძლევასთან არის დაკავშირებული. ამასობაში ეკლესიასთანაც მოვედი. სავარძლებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. როგორც ძლევის ქედზე, ისე ზოგადად გარშემო უამრავი ეკლესიაა, მაგრამ მე მინდოდა ეს ეკლესია მომენახულებინა, ვინაიდან, როდესაც რუკაზე შევამოწმე, ნახე რომ ძალიან კარგი მდებარეობა ჰქონდა, ვინაიდან გარშემო ყველა მიმართულებით არაჩვეულებრივი ხედები გადაიშლებოდა. მართლაც საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ულამაზესი ფერებია. ძალიან ბევრს საუბრობ ხედებზე, მაგრამ ერთ-ერთი მოტივატორი ჩემთვის, რომ ვიმოგზაურო სწორედ ასეთი ლამაზი ხედები თქმობა და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. რაც შეეხება ამ ეკლესიას, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც გვიან ფეოდალურ ხანაში აშენებული, მაგრამ მე-19 საუკუნეში დაამატეს ეს ნაწილი და თუ გნებავთ რომ ძველ ეკლესიაში შეხვიდეთ, ორი კარის გავლა მოგიწევთ. პირველში დაბრძანებულია ხატები, ხოლო უშუალოდ კი როცა გადახვალთ ეკლესიაში, ჩვეულებრივ არის საკურთხეველი და დასადგომი სივრცე მრევლისთვის. გარდა ამისა, ეკლესიის გარეთ, გარშემო არის სასაფლაო, სადაც ხვდებით როგორც უძველეს საფლავის ქვებს, ისე შედარებით ახალ საფლავებს. ასევე ეკლესიის გვერდით ხვდებით ქვევრებს, კრამიტს, აკვარინს კი ვნახეთ, არ ვიცი ვისია, მაგრამ ამ გარემოს ძალიან უხდება და ძალიან ლამაზია. ძველი და ახალი ნაწილებისთვის თლილი ქვის ერთიანი, თაროსებრი ლავგარდანი შემოუვლიათ. ძირითადად ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით დასავლეთის ფასადისკენ, რომელიც შემკულია ქვის საპირეებით. ეკლესიიდან სოფელ წინარეხისკენ დავიძარე. ჩემი მარშრუტით გასავლელად აუცილებლად მაღალი გამალობის მანქანა დაგჭირდებათ. დაახლოებით 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მივედოქი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. აქედან 100 მეტრში ის კოშკია, რისი მონახულებაც მინდა. მოვიდი იმ ადგილას, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ვინაიდან რაც ნამყოფი ვიყავი და როცა ფოტოებში დავათვალიერე, ძალიან დამაინტერესა. ეს არის მარჯანძების კოშკი, რომელიც კოშკის სახე რა თქმა უნდა აღარ აქვს, ვინაიდან როგორც ხედავთ, უფრო მიწური სახლის ფორმა, მაგრამ ახლა შესასვლელთან ვარ და შევიდეთ ერთად შევხედოთ, როგორ გამოიყურება ის სტრუქტურა. დასაგებია, დოქებია შემორჩენილი, საყრდენი ხეზია, როგორც ხედავთ, ხის სახურავია, რომელიც, როგორც ნახეთ, ზევიდან ბალახით და მიწით არის დაფარული. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როგორ მდგომარეობაშიც არის. ეს ერთი მთლიანი, ერთი დიდი ნაგებობა, მაგრამ აქეთაც არის პატარა ნაწილი, რომელიც უკვე ჩამონგრეულია. მაგრამ კედლები მაინც შედარებით მყარ ადგას, როგორც ხედავთ. სახურავმა რადგან ხის იყო ვერ გაუძლო და კედლები აქ არის. ეს კოშკი შედარებით ახალ პერიოდში აშენებული, მე-18-19 საუკუნეებში, რომელიც როგორც ხედავთ, ძირითადად რიყის ქვით არის ნაშენი, ოღონდ მოპირკეთებული ფილების სახე აქვს. კედელში გაჭრილი კარით დარბაზი უკავშირდებოდა სათონეს. წამოსვლამდე ფოტო და ვიდეო მასალაც ვნახე, მაგრამ ადგილზე მოსულს თონე აღარ დამხვდა. ზოგადად, იმაზე მძიმე მდგომარეობა ვიდრე 1 წლის წინ იყო. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ნადგურება მოულელობის გამო. ეს უკვე მერამდენი ძეგლია, რაც უახლოეს პერიოდში ვნახე და განადგურების პირასაა. ამ ძეგლთან მოვლა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა უნიშნულოვანესი ამოცანაა.
როგორც არაერთხელ მithქვამს, ვიმედოვნებ, მათ ყურადღება მიექცევა იმ სამსახურების მხრიდან, ვისი უშუალო მოვალეობაცაა ეს. მოხდება ძეგლთა საკონსერვაციო და აღდგენითი სამუშაოები. დღევანდელი მოგზაურობა აქ სრულდება. დღეს არქიტექტურული ძეგლები გაგაცანით, მაგრამ კასპის მუნიციპალიტეტი უმდიდრესია და მომავალში მას სხვა კუთხითაც გაჩვენებთ. შემდეგ გადაცემაში სამცხე ჯავახეთში ვიმოგზაურებთ. წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდები. არ გამოტოვებთ.